ლილე დიდი და 7 წლის. სწავლობ წისვლის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ხატვა. უფრო მიყვარს ხატვა. 4 წლის რო ვიყავი, მაშინ ვისწავლე ხატვა. როგორ ვისწავლე და ჯერ ხატავდი რაღაც ჯღაპნავდი, მე ცოტა წავედი ხატვაზე და მე უფრო კარგად გამომივიდა. სულ პირველად დავხატე გოგონა. მეორედ დავხატე ლამაზი კაბა. ჩემი საყვარელი ფერია ყვითელი, არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ უფრო შავია და თმა არ მინდა რომ იყოს შავი და მინდა იყოს ყვითელი. უფრო მეტად მომიხდება ყვითელი. იმიტომ არ მიყვარს გაპრანჭვა, რომ ის ადრე რომ ვიპრანჭებოდი, მე ის ძალიან ცუდად გამომდიოდა და მე დავანებე თავი. გაპრანჭვა არ მიყვარს, მაგრამ თმის მოვლა მიყვარს. კაპა ისე არ მიყვარს, ქორწილში წავალ შარფ. ყველაზე ხშირად ვხატავ მთებს, ყვავილებს, კიდე პეპლებს და კიდე ხეებს. ძალიან მიყვარს ბუნება და ცხოველები. განსაკუთრებით მიყვარს პინგვინი. პინგვინი იმიტომ შემიყვარდა, რომ ასე და ისე სახლში მყავს სათამაშო პინგვინი. სახლში მინდა მყავდეს პანდა. სახლში ერთხელ მქონდა ჩემი ნახატების გამოფენა. დავპატიჟე ჩემი ბიძაშვილი ლიავა. ძალიან მოეწონა და გამოფენის მერე ვითამაშე. ჩემი საყვარელი თამაშია დახუჭობა. არ მიყვარს კარმანის თამაშები. ასე თოჯინაა და მე გველაი ასე ამბობს და მე ხომ ვინც გაიქანება იმას კლავს. ჩემ ცხოვრებაში მყავდა ერთი თოჯინა და გამიფუჭეს. ამ თოჯინას ერქვა ელე. ერთხელ სტუმრად მოვიდნენ ბავშვები და გამიფუჭეს. მაშინ არ მიტირია, მაგრამ ხანდახან მტირი ვარ და ხანდახან არ. მაშინ მტირია, როცა ჩემი და თბებში მახტება. ხანდახან რო შევდია, მეუბნება რომ გადი ოთახიდან, გადი, ყოველ დღე რო შევდი, მაგას მეუბნება და მაგით. სახლში ცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი ერთი და ბადი. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი და არის 10 წლის და ქვია მარიტა. მარიტა არის ძალიან ჭკვიანი, ბევრს სწავლობს ძალიან და კიდე წიგნებსაც კითხულობს. ჩემი აზრით მარიტა რო გაიზრდება, გამოვა მხატვარი. მამიკო არის ძალიან კარგი, ძალიან მოსიყვარულე. კიდე ძალიან უყვარს მუშაობა. ხანდახან ძალიან უყვარს ციგნი, იმიტომ რომ ნახულობს ძალიან კარგ სიზმრებს. მე ნახულობ სიზმრებს, ხანდახან ცუდს, ხანდახან კარგს. რამდენიმე დღის წინ დამესიზმრა ცუდი სიზმრა. დათვები მოვიდნენ და კარს აჯახურებთ. კარგი სიზმარი მახსოვს ის, რომ ხანდახან ნახატებს რო ხატავდი. მე ხომ ასე გარეთ გამოვდიოდი და ვყიდი. დედიკო არის ძალიან ლამაზი, თბილი და მოსიყვარულე. ეხლა მინდა ვიყო 11 წლის. მაშინ მეცოდინეობა აღარ მექნებოდა და მალე წავიდოდი სახლში. ისე სწავლა არ მეზარება და ვარ ჭკვიანი გოგო. მე ხანდახან მიყვარს ზღაპრები. ჩემი საყვარელი ზღაპარია ფიფქია და 7 ჯუჯა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ იქ ბავშვები არიან და ვერთობი კარგი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ელენა. ყველაზე ცელქია ემილი მალაყვა. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ელენა ზაქარა. ყველაზე ჭკვიანია ჰამზა ვანარი. ყველაზე მშვიდია ლუსია ნაგერვაძე. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნათელა დუბა. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. ბავშვები როცა ტირია არ უყვარს, მე ავშვიდებს. კიდევ მხიარულია და ბავშვები უყვარს. ჩემი სკოლის დირექტორს არ ვიცნობ, მაგრამ მინდა რომ გავიცნო. პირველ ნახვაზე ვეტყვი, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი. რო გავეცდები, მინდა გამოვიდე ეგ ბავშვობაში მინდა და გამოვშეულიყავი ხატვარი. მე ხანდახან მიყვარს ცეკვა. ცეკვა როგორ ვისწავლე და ბაღში როცა ასე ცეკვავდი. მე ხო შევისწავლე და ხანდახან ვცეკვავდი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარი. ხანდახან გამოვდის, მაგრამ ძალიან არ გამოვდის. ჩემადამ უფრო იცეს ვიდრე მე. ერთი ილეთი გამოვდის ძალიან კარგად.
ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, კარგ ადამიანებს, საწმელებს, წყლებს და რაღაცებს მოუტა. სამგზავროდ მინდა წავიდე თურქეთში. ერთხელ სიზმარში ვიყავი თურქეთში. დავშევოდი და ვათვალიერებდი და ლამაზი ქვეყანა იყო, სახლები, ეზო და კიდე მაღაზიები. საქართველო იმიტომ მიყვარს, რომ ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ ვიგებთ. რას ვიგებთ და ფეხო. მე მინდა წესვლაში აშენდეს ზოოპარკი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ყველაზე კარგი თვისება? პატარა ბავშვები მიყვარს, ერთი პატარა ბავშვი დაიანა ქვია რა, მაგასთან და ჩავდივარ და ვეთამაშები და როცა მოვდივარ, სახლში რომ მოვდივარ ტირის. ეს არის ჩემი საუკეთესო თვისება. გამოსასწორებელი ის მაქვს, რომ ვარ ჩემი. შემდეგ მონაწილებს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მაგალითად, მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ დასთან ერთად. მეცნიერება არის თამაში და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.